დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით, კითხვაზე ვუპასუხებ. ქალბატონი დალი მეკითხება ასეთ რამეს. გამარჯობა ქალბატონი დალი. ყარაულაშვილი დალი, როგორ გძანდებით, პირველ რიგში მოგიკითხავთ. მინდა მოგახსენოთ და გაგაცნოთ, ეს ქალბატონი არის რედაქტორი და ამ ქალბატონის მეშვეობით და დახმარებით გამოიცა წიგნი ენუქისაი. და დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქალბატონო დალი, რომ რა ხდება? ლევან პეტრიაშვილს მიეცით ამის საშუალება, რომ და დაეხმარეთ იმ საკითხში, რომ გამოიცა ეს არაჩვეულებრივი წიგნი ენუქისაი და ახლა ვუპასუხებ თქვენს კითხვას. მესმის აბსოლუტურად თქვენი კითხვა, ანუ ნამდვილად მართებული კითხვა არის. და მტკიცებულება მაგწერილს ახლა წარმომავლობით მეც სვანი ვარ და ხვალ გამოვაცხადებ, რომ თამარის შტოდან ვარ მეთქი. რით დავამტკიცებ ამ ფაქტს? ძალიან კარგი კითხვაა და მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის დღესდღეობით. მინდა ქალბატონო დალი იმ წერილის შესახებ, რომელიც წერილიც მე გადმომეცა და რომელიც წერილის მიხედვით, ბავშვებო, ერთი წუთით მეთქი რა. რომელიც წერილის მიხედვითაც მე ჩემი მეუღლით ვურთ, ჩემი ოჯახით და ასევე მეორე ასვლაზე ვიყავით ჩვენ ასული უშკულში და მოვინახულეთ, მოვილოცეთ ის ეკლესია, რომელიც წერილის მიხედვითაც წესით და კანონით აღწერილობით ამ ტაძარში არის თამარის აკლდამა და რომელიც გავაცხადეს შემდეგ ეს ძალიან ხმამაღლა და 70,000 ადამიანმა ნახა და დღეს ალბათ უკვე უფრო მეტმა ნახა ეს ვიდეო. ასევე ვიყავი მე მერაბონიანთან მისული, საპატრიარქოს ფსიქოლოგთან მისული და განუცხადე ამის შესახებ, რომ თამარის აკლდამა წერილობით ვიცით უკვე სად არის და ეს წერილობითი ფორმა ინახებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ განდობილები, აი ამ საკითხში განდობილები, რომ თამარ მეფის აკლდამის ვინაობას ინახავდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე განუცხადეთ და ასევე მე ამ ადამიანს შევთავაზე ის, რომ შევახვედრებდი იმ ადამიანს, რომელ ადამიანისგანაც მე ეს წერილი მომივიდა. დღემდე პასუხს ველოდები, ქალბატონო დალი, დღემდე უპასუხოთ ვარ და გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ იმ მხრივ, რომ ვერ ხვდები პასუხის ღირსი თუ არ გამხადეთ მაინც იმით მაინც დაინტერესდით, კაი, მე ცალკე გამწიეთ, ვთქვათ, საპატრიარქოს ვესაუბრები ხა, მე ცალკე გამწიეთ, ამ ადამიანებს მაინც გაესაუბრეთ, მაგრამ ამის სურვილიც როგორც ჩანს საპატრიარქოდან არ არის. ერთი წუთით, ბავშვებო, ძალიან გთხოვთ რა, ლაივში ვარ ეხლა და ნუტირი ხართ, გთხოვ რა. პირდაპირ მნიშვნელობით მტკიცებულება არის ის, რომ თამარის აკლდამის გახსნის შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდება ეს წერილი ტყუილი, მაშინ ჩვენ გვექნება მტკიცებულება, რომ ეს წერილი არის ტყუილი და არა მართალი. საიდან მტკიცდება, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ეს წერილი ჰქონდათ და რომლებიც ინახავდნენ ამ წერილს, სიტყვიერი გადმოცემის მიხედვით ამ ადამიანებმა იციან, რომ არ დავასახელებ ხა იმ სოფლის სახელს, სადაც ისინი არიან და ისინი მოდიან ამ სოფლიდან, რომ ამ სოფელში ორი ძმა აიყვანეს. მათი სახელები ცნობილია, მეგობრებო, ასევე ქალბატონო დალი, ცნობილია მათი სახელები, თუმცა მე ამ სახელებს არ გავანდობ, იმიტომ რომ თავად ეს ადამიანი, როდესაც დაიწყებს საუბარს, მან მოყვეს ყველაფერი და როდესაც სვანეთში აიყვანეს ეს ორი ძმა, ასეთი
ასეთი მოთხოვნით აიყვანეს, რომ ესენი იყვნენ მეფის შვილები. და რომ ის მეფის შვილები აუცილებლად უნდა გაზრდილი იყვნენ სხვანაირად. ასევე ეს ადამიანები, როდესაც თავიანთ წარსულს უფიქრდებიან, ისინი არ იმარხებოდნენ და არ იფლებოდნენ, არამედ ისინი განსაკუთრებულად იმარხებოდნენ და მათ შთამომავლობას მარხავდნენ აკლდამებში. ასე რომ არ იყოს ეს საკითხი მართალი, ამხელა ძალისხმევას ვერ გამოიღებდა სოფელი და ვერ გააკეთებდა იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოასახლეს ამ სოფელში, ორი ძმა, პატარა ძმა, აკლდამებში დაემარხათ მისი შთამომავლობა. ერთი მტკიცებულება ის, რომ ესენი ნამდვილად იყვნენ მეფის შვილები, მეორე ის, რომ ვინ იყო ეს მეფე? ვინ იყო ეს მეფე, რომლის შვილებიც სვანეთში იქნენ გადამალულნი? საკითხავია, ხო? საინტერესოა. საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ვიდრე მტკიცებულებებით დავიწყებდეთ საუბარს, რომ აი, თუ მართალია, მაშინ აბა ესე როგორ იქნება, როგორ დავამტკიცოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ადვილად შეგვიძლია ეს დავამტკიცოთ, მივიდეთ ადგილზე, გავხსნათ აკლდამა და ვნახოთ, არის თუ არა შიგნით თამარი, მართლაც ისე როგორც ამ ადამიანებისთვის არის ცნობილი და ეს ადამიანები ერთდროს ყოფილან თამარის აკლდამაში და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ამ აკლდამაში თამარი არის დასვენებული თაფლში და ძალიან ლამაზ მდგომარეობაში გამოიყურება ის. ეს ადამიანები პირადად ყოფილან ამ აკლდამაში ერთ დროს, როცა ამათი წინაპრები ჯერ კიდევ ჰქონდათ იმის უფლება, რომ ამ ეკლესიაში ჩასულიყვნენ და შესულიყვნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ხდება ისე, რომ სამწუხაროდ ბოროტი ძალები, თუ როგორი ძალები არ ვიცი, უვიცი ძალები, ამ ეკლესიას ეპატრონებიან თუ რა ხდება, არ ვიცი, მართალი გითხრათ. როგორც ჩანს, დაეპატრონა უკვე ახლა საპატრიარქო, იმიტომ რომ 2017 წელს მან დალუქა ეს ეკლესია და ამ ეკლესიაში შესვლის უფლება მიანიჭა მხოლოდ ერთ-ერთ ამ სოფლის მაცხოვრებლის გვარს, ნიჟარაძეებს. მე ნიჟარაძეების წინააღმდეგი არანაირად არაფერი არ მაქვს, უბრალოდ მე მიკვირს საპატრიარქომ რატო გადაწყვიტა ასე, რომ ესე მომხდარიყო. მინდა გითხრათ, რომ თამარ მეფის აკლდამა აბსოლუტურად არავის საკუთრება არ არის, არც საპატრიარქოს საკუთრება არ არის და ან ვინმე პირის საკუთრება არ არის. თამარ მეფის აკლდამა არის ყველასთვის და ყველასთვის. აქედან გამომდინარე, თქვენი კითხვა, რომელიც მართლა ძალიან კარგი კითხვა არის, რომ აბა რითი დავამტკიცებთ იმას, რომ ესენი მართლა არიან თამარ მეფის შთამომავლები, პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია მივიდეთ აკლდამასთან, გავხსნათ და ვნახოთ, არიან თუ არა ეს ადამიანები თამარ მეფის შთამომავლები. და მეორე ის, რომ თამარ მეფის შთამომავლები, თუ კი ისინი მართლაც აღმოჩნდება, რომ თამარის აკლდამასთან მიგვიყვანენ და მიგვიყვანეს თამარის აკლდამასთან, პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, რომ ესენი არიან ის ღვთივდელოცვილი ერის გადამრჩენელი ხალხი, რომლებმაც თამარ მეფის აკლდამას შეიძლება ახადონ ფარდა. ასე რომ, რა ვიცი, მე ვფიქრობ, უკაცრავად ერთი წუთით გამოვჩდები. მე ვფიქრობ ასე, რომ მართალი გითხრათ, სანამ ჩვენ ამ აკლდამას არ გავხსნით, წარმოიშობა ბევრი კითხვა. ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს ადამიანებს, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, რომ მოდი დავზოგოთ ეს კითხვები, მოვთხოვოთ საპატრიარქოს, თუ რატო არ გვაქცევს ყურადღებას, ანუ წერილობითი ფორმით ხომ არ მივმართავ, პიროვნებასთან მივედი, პატივი დავდე,
ამ საკითხში, პიროვნება, რომელიც არის უშუალოდ საპატრიარქოს წარმომადგენელი და ეს ადამიანი, ამ ადამიანს მე კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ ის ერთ დროს ჩემი ფსიქოლოგი იყო, ეს არის ბატონი მერაბ ონიანი და ვფიქრობ, რომ წერილობით და მკვდარ სიტყვას ჯობია ცოცხალი სიტყვით ადამიანმა მივიდეს და უთხრას, ხო? ცოცხალი სიტყვით მიმართვა წერილობითზე უფრო დასაფასებელია, ჩემი აზრით, და ცოცხალ სიტყვას თუ ჩვენ პატივს არ ვცემთ, მაშინ წერილობით სიტყვას საერთოდ რა აზრი აქვს. ასე რომ მე ველოდები ბატონი ონიანის პასუხს დღემდე, შესაძლებელია რომ ამ ადამიანს თავისი გეგმა გააჩნია და თავისი დროიდან გამომდინარე ჯერ ვერ დამიკავშირდა. ჩემთან დაკავშირებას აბსოლუტურად არაფერი არ უდგას წინ. ჩემი ტელეფონის ნომერიც აქვს, ჩემი სახელიც იციან, გვარიც იციან, ამ ადამიანთან არაერთხელ ყოფილ ვარ სესიაზე, ანუ გასაუბრებაზე, როდესაც ის ერთ დროს ჩემი ფსიქოლოგი იყო და არ მგონია რომ აქ რაიმე საკითხს ჰქონდეს საქმე, რომ რაღაცა უშლით ხელს რომ დამიკავშირდნენ. ვფიქრობ რომ ისინი ჯერჯერობით ამ საკითხზე ბჭობენ, უკვირდებიან, ალბათ გადმოწონიან, დაფიქრდებიან, გაიაზრებენ და შემდეგ დამიკავშირდებიან. და თუ ისინი შემდეგ დამიკავშირდებიან, რა თქმა უნდა, ჩემთან დაკავშირებით ამ ადამიანებსაც დაუკავშირდებიან, რომლებმაც გაგვიცხადეს თამარ მეფის აკლდამის შესახებ. ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. და ეს კითხვები ნამდვილად უნდა დაისვას, არის თუ არა ეს მართლა ასე, არის თუ არა ეს ცდარი მოსაზრება, არის თუ არა ეს ტყუილი, თვითმარქვიობა და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ის ისტორია, რაც მე ამ ადამიანებმა მომიყვნენ, პირდაპირ მნიშვნელობით კავშირში არის თამარ მეფესთან და მის შტოსთან. თამარ მეფესთან და მის შტოსთან. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და კიდევ ალბათ ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ, თუ კი გონიათ რომ ეს არის ილუზია, ან რაღაც მოგონილი რაღაც ზღაპრები, მაშინ დამიმტკიცეთ, რომ ეს ილუზია და მოგონილი ზღაპრებია და თუ ვერ დამიმტკიცებთ, მაშინ ეს სიმართლეა. ვიდრე თქვენ ვერ დამიმტკიცებთ, ან საპატრიარქო მე ვერ დამიმტკიცებს იმას, რომ მე ეს მოვიგონე და ეს არის ჩემი შეთხზული ილუზია. სანამ არ დამიმტკიცებს, მანამდე მე ვიქნები, ჩემ სიტყვას ექნება სიმართლის პოზიცია, მართალის პოზიცია. იმიტომ რომ ვთქვი და მის სანახავად არაფერი არ გვიდგას წინ და თუ კი ვინმე სურს რომ მე მითხრას რომ ილუზიაში ვარ, მაშინ დამიმტკიცოს და თუ დამიმტკიცებს, მე დავიჯერებ რომ ილუზიაში ვარ. სანამ ამ ეკლესიის გასაღები ნიჟარაძეების ხელთ არის და მათი ბრძანება, ესეთი გაცემული საპატრიარქოდან, რომ არავის შესვლის უფლება არ აქვს ამ ეკლესიაში, გაცემულია საპატრიარქოდან, იქამდე მე ამ საკითხს ვერ დავამტკიცებ ჩემით. ასე რომ მიწევს საპატრიარქოს მოთხოვა, სანამ ის იტყვის ჩემზე, რომ არის ილუზია ეს მოსაზრებები, მაშინ დამიმტკიცოს. დამამტკიცებინოს, რომ ეს არის ილუზია. ან დამიმტკიცოს, რომ ეს ილუზიაა, ან დამამტკიცებინოს, რომ ეს სიმართლეა. სანამ საპატრიარქო მიშლის ამ საკითხის განხორციელებაში ხელს, ამას ვერც ილუზიას უწოდებთ და ვერც სიმართლეს. ჩვენ ვუწოდებთ ამას რაღაცა წინაღობას, რომელიც გვიშლის ხელს ამის გაჟღერებაში და გამჟღავნებაში და დანახვაში, რომ ვნახოთ სიმართლეა თუ არ არის სიმართლე.
მე სხვა გზას ვერ ვხედავ. მე სხვა გზას ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დამტკიცდეს ეს. ერთადერთი მტკიცებულება იქნება თამარ მეფის აკლდამის გახსნა. ნუ უბრალოდ მე ვერ ვხედავ პრობლემას, რატომ არ უნდა შეუნდოდეს საპატრიარქოს ამ ამბის გამოკვლევა. მე ვერ ვხედავ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ ახსნას ვერ ვუპოვი, თუ კი საპატრიარქო ამ საკითხს დააიგნორებს, ვერ ვუპოვი ახსნას. ერთადერთი ახსნა შეიძლება ეს ავხსნათ, რომ ის საპატრიარქოს არასდროს არ უნდოდა ქართველი ერისთვის კარგი. რადგან წერილობით ადამიანი მოდის, მეუბნება, ამ აკლდამაში იყო ჩემი წინაპარი და ამ აკლდამაში პარაკლისი აქვს ჩატარებული, ხო? ადამიანებს, რომლებიც ჩემმა წინაპრებმა ჩაიყვანეს, მე ვერ ხვდები ამ საკითხის გამოკვლევა, რატო არ უნდა უნდოდეს საპატრიარქოს. აი, უბრალოდ ვერ ხვდები. თქვენ ხვდებით? თუ თქვენ ხვდებით, დამიწერეთ, რატო არ უნდა უნდოდეს საპატრიარქოს ამ საკითხის გადამოწმება. რატომ არ უნდა უხაროდეს ასეთი რეალური საკითხების განხილვა. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ გადათხარეს, სადაც არ გინდა იქ, მაგრამ აი ამ საკითხის ესეთი მტკიცებულებით უკვე სინათლეზე გამოტანა, რატომ არ უნდა უნდოდეს. უბრალოდ ვერ ვპოულობ მე ახსნას რა. გვანცა ლექსები წერს, რომ რა საინტერესოა, რომ საპატრიარქომ ეკლესიის შესახებ იცის ყველაფერი, ალბათ არ არის ჟამი და ელოდება ნიშანს. აი, იცით როგორ არ უნდა მოუვიდეთ ამ საპატრიარქოს, რომ ადამიანი რო იხშობა რა და ღმერთო მიშველეობნება და გამოაგზავნის ღმერთი ერთ ნავს და მოდიო ამოგიყვანო ეუბნება ეს კაცი და არაო მე ღმერთს ველოდებიო, გაიტარ, გამოვა მეორე გემით მოდის კაცი და ის ეუბნება ამოგიყვანო კაცო. არაო მე ღმერთს ველოდებიო და მესამეთაც გაუგზავნის მშველელს და ღმერთი და ეს კიდე უარს ეთქვის, რომ არაო კაცო მე ღმერთს ველოდებიო და დაიხრჩობა ეს კაცი რა. და რო წარსდგება ღმერთის წინაშე და ეთქვის ღმერთს, რომ რაო ღმერთო, ამდენჯერ გთხოვეო, რამდენი საქმე გაგიკეთეო და ერთი სურვილი ვერ შემისრულეო და ღმერთი ეთქვის, რა ჩემი ბრალია შვილო, რამდენის გინდა იმდენი სამჯერ გამოგიგზავნე მშველელი და შენ არც ერთზე თანხმობა არ განმიცხადეო და აი ესე არ მოუვიდეს მაგ საპატრიარქოს თუ ნიშანს ელოდება რა. ერთხელ ხომ მიმიყვანა 4 წლის წინ, ვერ გაიგო. ეხლა მეორედ მიმიყვანა კიდე. თუ ეხლაც ვერ გაიგებს, ალბათ მესამეთაც მიმიყვანს და თუ მერეც კიდე ვერ გაიგებს, ხო? აი ხლა ეგმადარდეთ თუ ჩაიხრჩობა იმ წყალში ეგ საპატრიარქო რა. ასე რომ ჩემო კარგებო, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი კითხვა დავსვათ და ძალიან ბევრი პასუხიც მოვიფიქროთ, მაგრამ ერთადერთი პასუხი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, არის თუ არა თამარ მეფის აკლდამა და თამარ მეფე იმ აკლდამაში, გავხსნათ და შევიდეთ და ვნახოთ რა პრობლემაა, ხალხო. ამ საკითხს დასჭირდება სულ ცოტა ჩემი ხელით რო განვახორციელო, ჩემი ხელით ალბათ 5 საათი რა. 5 საათი დასჭირდება ამ აკლდამაში შესვლას. ჩემი ხელით რო განვახორციელო და თუ იქნებიან უფრო დიდი ძალები, რომლებიც დამეხმარებიან ამ საკითხის განხორციელებაში, ამას დასჭირდება სულ ცოტა 1 საათი. ამ აკლდამაში შესვლას. რა უნდა? არაფერი არ უნდა. მაგრამ აქ მიდის სხვა თამაში, მეგობრებო. და ამ თამაშს ახლა არ გავაჟღერებ, იმიტომ რომ მე იტყვიან, რომ ამ პარტავნებაშია, რამხელა განდიდების მანიაშია და წინ გაუსწრებენ დროს, გესმით? დროს გაუსწრებენ. სანამ იქ მივალთ, მანამდე იმდენ ვერსიას წარმოქმნიან თავის მოკლე ჭკუიან ტვინში, რომ შეიძლება მთლიანად დაამსხვრიონ ყველაფერი და ამიტომ არ გავაჟღერებ რა.
ის რასაც მე ვფიქრობ, რატომ არ უნდათ მათ რომ გახსნან ეს აკლდამა. მაგრამ ველოდები მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი შვილო ჩემო და მოუთმინებითა ჩემითა ველოდები. ან დაიხრჩობა ეს საპატრიარქო, ის ჩავარდნილი წყალში ჩავარდნილი კაცი, რომელიც ღმერთს თხოვს დახმარებას და 5 მშველელი ყავს და არც ერთს არ იღებს, ან ერთ-ერთს მიიღებს და ამოიყვანს იმ ამოაყვანინებს თავს ღმერთის გზავნილის მიერ. არა ღმერთის გამოჩენა სურს იმას, იმ კაცს წყალში როა ჩავარდნილი, ღმერთმა უნდა უშველოს. გესმის? ღმერთმა. აი, ღმერთი როგორც ყავს წარმოდგენილი თავის თავში, ისეთმა ღმერთმა უნდა უშველოს და არა იმ ღმერთმა, რომელიც რეალურად არსებობს. და იმ რეალურად რომელი ღმერთიც არსებობს, იმის აღიარება უჭირს იმ პეტრეს, რომელიც კლდეა. წავედი, ბევრს ვილაპარაკებ ახლა, რაც არ უნდა ვილაპარაკო, მაინც ერთ წრეზე დავბრუნდებით. აკლდამა უნდა გაიხსნას. თუ ვინმეს რამე სინათლის გაგება სურს, აკლდამა უნდა გაიხსნას. მაგრამ აკლდამას ვინ გახსნის? არა საპატრიარქო, მეგობრებო, არა მაგი ნუ გეგონებათ რომ საპატრიარქო გახსნის აკლდამას. აკლდამას გახსნის სულიწმინდა. დიახ, სულიწმინდა და ელოდება სულიწმინდა, როდის განიწმინდებიან ესენი, რომ მოვიდეს დრო და ჟამი და გავხსნა ეს აკლდამა და გამოვიდეს სინათლე, რომელიც ინახება ამ აკლდამაში. სულიწმინდა ელოდება ხალხო, სულიწმინდა ამათ გაწმენდას, რომ ეს ადამიანი, რომელიც წყალშია ჩავარდნილი, დამინახოს, მე ღმერთი დამინახოს, სინათლე დამინახოს, როგორი ვარ და არა თვითონ კი არ შემქმნას, მე როგორი ვარ რეალურად ისეთი დამინახოს. ელოდება სულიწმინდა ამათ თვალის გახელას და ახელას. და მე კიდე ონიანს ველოდები და რაც არ უნდა საკვირველი აღმოჩნდეს, ონიანი არის მზიანი, იმიტომ რომ ონი მზეა და ონი იანთან ერთად არის დემდედრი და მამრი საწყისების გაერთიანება. ამიტომ მე ონიანს ველოდები და ონიანი კიდე ალბათ სხვა რამეს ელოდება და წავიდა წყილ და ჭიანჭველას პოზიცია. გესმით? ღორი, ღორმა, მუხა, მუხამ, ძერა, ძერამ, ის და ის და ის და ის და ის მივა იქ ბალახთან და ბალახიდან მერე მოდის უკან ძერასთან, ხესთან, მუხასთან, ღორთან, ისევ და მერე ჭიანჭველასთან. ამიტომ ღორთან იქნება პირველი დაკაკუნება და მეორე დაკაკუნებაც იქნება ღორთან. სანამ ღორი ვერ მოვა გონს და ეს ღორი ჩემი პერსპექტივიდან არის ილია მეორე, იმიტომ რომ ილია მეორესთან მიმიყვანა პირველი, ანუ ღორია პირველი ხო წყილ და ჭიანჭველაში. და ისევ ილია მეორესთან მიმიყვანა მეორეც. აწი ღორმა თუ არ მომცა ჯაგარი, ვერც ჭიანჭველას ამოვიყვან და ვერც მეგობარს გადავარჩენ. გვანცა ლექსები მეუბნება ილოზე თამარ დედაღვთისა ეხვეწე მუხლმოდრეკილი და თუ ჩაავთლით საჭიროდ დაგეხმარება დედაღვთისა და კეთილ საქმეებში საქართველოსთვის. მეც ვილოცებ და თქვენც ილოცეთ. მარტო მე რო არ ვილოცო, ამდენი ვილოცე და ამდენი მატარა და ამდენი საბოლოოდ მიმიყვანა და ჩემი ლოცვა რა არის, გეტყვით რა. აი უბრალოდ გულის ლოცვა, ჩემი გულის ლოცვა არის იყოს ნება შენი უფალო. ეს არის ჩემი ლოცვა. როდესაც ამ ლოცვას კითხულობ, ნახეთ როგორი ნება არის უფლისა ხედავთ, რა გამოჩნდა, რომ უფალმა ინება, რომ ჩემამდე მოიტანა ეს წერილი და ეს ხმა, რომელიც 800 წელი ინახებოდა. და იყოს ნება შენი უფალო, ამ შემთხვევაში არის რა, ნახეთ, როგორც უფალ სურს ისე იქნება და ისე ხდება. მაგრამ მე რო ვილოცო, დამეხმარე
და ეს გამაკეთებინე და ის გამაკეთებინე არის უკვე მოთხოვნა. ეგ უკვე არ არის ლოცვა. ჩემი ლოცვა არის იყოს ნება შენი უფალო. Say yes, so yes, ხო? თქვი, კი და მორჩა. ის რომელიც გვასაზრდოებს არის მისი ნება. ეს არის სიტყვა. და პირველად იყო სიტყვა. და პირველად რო სიტყვა იყო, აი ზოგიერთი ადამიანები რო დადგებიან და ამბობენ რომ ეს მე დავწერე 2000 რაღაცა წელს და შენ მე წამართვი ეს სიტყვაო, მე გეტყვით რომ შენ რომ 2008 წელს დაწერე, დასაწყილში, დასაბამში სიტყვამ დაწერა და შენ თუ იმ სიტყვას მოპარე, შენ იმიტომ გგონია სხვა ქურდი, რომ შენ მოპარე იმას და შენ რომ მოპარე სხვას და ვიღაცა სხვასაც მიაწოდა იმ სიტყვამ ეს ინფორმაცია შენ გგონია რომ შენ მოგპარეს. ამიტომ, როდესაც ეს ეჭვები, სანამ ეს ეჭვები არ გაქარწყლდება რომ მე მპარავს ვინმე და სანამ შენ მე პოზიციას იმაზე, იმ სიტყვაზე მაღლა აყენებ, სიტყვაზე, რომელიც პირველად იყო, ხალხო, პირველად და პირველად იყო, მასზე მაღლა თუ აყენებ შენს მეს, მაშინ შენ ქურდი ხარ და ვერასოდეს ვერ შეუერთდები სინათლეს, რამე თუ შენ სინათლეზე მაღლა, შენი მე დააყენე. და შენი მე ყოველთვის დგას სინათლეზე მაღლა, როდესაც შენ გეძლევა სიტყვა და რომ შენ ამ სიტყვას წერ, რა ფორმით სულ ერთია და შენ ამას შენ საკუთრებად მიიჩნევ. და შემდეგ პრეტენზია გაქვს, რომ ვინმე მეს არ წაგართვას. და მე გეტყვის შენ, რომ სანამ შენ დაწერდი, პირველად იყო სიტყვა. სანამ შენ სიტყვას დაწერდი, იმ სიტყვას, რომელიც გონია რომ მხოლოდ შენ დაწერე, პირველად იყო სიტყვა. დასაბამიდან დღემდე და დასაბამიდან უსასრულობაში. ამ დასაბამიდან უსასრულობაში შენ რაღაც მონაკვეთში რომ გაჩნდი, გამოჩინდი და გგონია რომ შენ ხარ და შენ არის პირველი რომელიც წერს ამ სიტყვას პირველად, მაშინ შენ ილუზიაში ხარ, ტყუილში ხარ და სიფლიდეში ხარ. გესმით? ფარისევლობაში ხარ. გამოდი მაგ მედან, ადი იმ სინათლეში, სადაც პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო რა? ის. მაშასადამე რა იყო სიტყვაო? ის იყო სიტყვა. სი. ასე რომ თუ ის იყო სიტყვა, პირველად. მოდი აბა გავავრცოთ ეს სიტყვა, აბა. ვინ სისინებსო რა თქვა ჩვენმა მაცხოვარმა? გველივით ბრძენები იყავით, ხო? აბა ვისისინოთ, აბა. ვისისინოთ. ის იყო სიტყვა? მაშინ ვთქვათ ი და ს ერთად რო ვთქვათ, ესე გამოდის თუ გახსენებთ იმას ზუზუნს. ზუზუ. ი და ს ერთად გამოთქვით, აბა. არ გამოითქმება, მაგრამ გამოითქმება და წარმოქმნის სხვა რამეს. წარმოქმნის ზარს.
მოდი მივყვეთ, მოდი ბარე მივყვეთ, აბა. I და S ერთად რომ წარმოვთქვათ, წარმოქმნის ზარს. ზარი რა უნდა რეკოთო, რა თქვა? ზარი კიდე რა არისო? სარიო, ხო? სარი რა არისო? ძელიო. ძელი რა არისო? ძე და ლიო. ალი რა არისო? დედა ღმერთიო. ძე რა არისო? მამა ღმერთიო. ვახ, სოფელო, რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა, თურმე ერთმანეთში ტრიალებს, ეს ყველაფერი და ტრი, ალიც, სამი ალია, მეგობრები. და თუ ტრიალს დავარქმევთ, ტრიალია, ტრიალი. ტრიც სამია. და თუ კიდევ ჩვენ გვსურს რომ მეტი გავიგოთ, მაშინ უნდა დავუბრუნდეთ, რომ პირველად იყო სიტყვა. სიტყვა. და ნახეთ, ის შებრუნებულად ანაგრამულად არის სი. და ის თუ სიტყვა იყო, მაშინ სიტყვაში არის შებრუნებული ტყუა. და ვინ არის მეტყუელი? მეტყუელი ვინ არის? მეტყუელი ვინ არის? ვინც არის მეტყუელი, ის ტყუის. რატო ტყუის? იმიტომ რომ მან ის გადააკეთა სით. ანაგრამულად სიტყვა პირდაპირ თავისთავად ამხელს, რომ მან გადააკეთა პირველადი სიტყვა, რომელიც იყო ის. მან შეაბრუნა სიტყვა. ანუ მოიტყუაო სით, გესმით? როგორც კი პირველადი სიტყვა ის ირღვევა, გადადის ტყუილში. ანუ სიტყვაში გადადის. ამიტომ ის კლავს, ტყვია, ტყუა, კლავს. რატომ კლავს? იმიტომ რომ დაარღვია წესრიგი. დაარღვია პირველი სიტყვა. და პირველი სიტყვა არის არ ის. პირველი სიტყვა არ ის. გესმით? არისში არის პირდაპირი მნიშვნელობით მოცემულობა. ის არის სიტყვა. ის არის სიტყვა. და არა სი. სი არ არის სიტყვა, ის არის სიტყვა. ხვდებით რას ლაპარაკობ? და რა თქვა თამარმა? ვინ მოვა ჩემს აკლდამასთან და ვინ გააღებსო? და ვინც მოვა და გააღებს, ეს იქნება სიტყვაო. სიტყვაც ის არისო. ეს არის სიტყვაო, გესმით? და მივედით სიტყვასთან, ის არის სიტყვა. და არა სი. როგორც ზოგზოგიერთები არღვევენ ხოლმე ჰემურგიას და კლავენ ქართულ ანბანს. და შემდეგ ფიქრობენ, რომ ვიღაცა სხვა წაართო მათ რაღაცა სიდებილე, რომელიც არის ბოდვა. და ჩვენ, როდესაც ვმართავთ სიტყვას, მივდივართ ისთან. და ისთან მივედით. და ვინ არის ი? ი არის ინი. და ინი ვინ არის? ინი არის ინარი. და ინარი ვინ არის? ინან რაე არის ი. ინან რაე არის ი. გაშალეთ აბა ი. ლაზარის წარმომადგენლებო, გაშალეთ ი. და ინან რაეს მიუმატეს არი. აი დღეს სხვათა შორის დაიწერა ეგ ლექსი, მოვიდა დღეს ჩემთან, როდესაც ვმედიტირებდი, ეს ლექსი მოვიდა და დაიწერა. და რა უჭირავს ხელში?
სვეტი ცხოვლის ხელს ასობგერა ი. ანუ მივედით ისთან. და ისთან რომ მივალთ, გონით და არა ისე სიტყვა არ იქნება, ისე სიტყვა არ იქნებაო, ნახეთ რა ლამაზად არის გამოთქმული, თავდაპირველ სიტყვასთან გვაკავშირებს, ისე სიტყვა არ იქნება, ის გარეშე სიტყვა არ იქნების. იმიტომ ქვია პირველ ღმერთს, ღმერთის სახელი რომ დააწესეს სინათლეს, პირველ ყოფილ სინათლეს არ სჭირდება სიტყვა, მაგრამ სახელი უბრალოდ, მაგრამ ის არის სიტყვა და მას არ სჭირდება სახელი, ის უბრალოდ არის თავის თავში. და როდესაც მიხვალ ამ გონთან და შენ განთავისუფლდები მანენისგან, მესგან, ანუ მანენისგან, მანი რა არის, იცით მეგობრებო? მანი არის ფიზიკური ველი. მანი არის ფული. ფუ ღმერთია, მანი, ფუ. და ის, რომელიც სიტყვაც არის პირველი, ხო? ის არის ლი. ის ლი, რომელიც ლიც იყო პირველი და რომელიც ტრიალებს, მოქცეული არის თუ ილი, მოქცეული არის ი და ლს შორის, ი და ის შორის ლ, ესე იგი ლასი უნდა ცნო, გეუბნება ტესლას კოდი. თუ პირველად სიტყვა იყო და სიტყვა იყო ის ლი, გამოვა ის ლასი. ხო, გამოვა ის ლასი და აქ ვაფშე მაგარი რაღაც გაიხსნა ეხლა მეგობრებო. თუ ის ლასი გამოვიდა, ის ლასი თუ გამოვიდა, ხო? ინი არის მე-11, ლასი არის მე-12. მე-11 და მე-12. ვიცი, ერთი წუთით დავწერო. თუ არ დავწერე, ხანდახან ვერ ვხედავ ყოველ. ბრმა ვარ მე ცოტათი. ბრმა. ამ საკითხში ბრმა ესე ის არ შემიძლია ჰაერში ავყარო სიტყვები რა, უნდა დაიწეროს და ეხლა დავწერ მე. მე კი არა, დავწეროთ. ნიკოლო, შეიძლება შენი რვეული ვითხოვო? რომელი? აი ეს. ეს? ხო. მადლობა. სად დამჭდეთ ახლა ყველგან ეს არის ქაოსი. მოდი წავიდეთ, ჩემ ოთახში წავიდეთ, იქ ცოტა ცივა, მაგრამ წავიდეთ რა, განვიხილოთ ის სიტყვა. სადღაც მივყავართ, როგორც ჩანს, რაღაცა ის უნდა ახლა გზა გვაჩვენოს. გზას გვიჩვენებს და არ მეზარება, მეგობრებო, არ მეზარება გზაზე სიარული. შარა გზაზე, შარა გრძელზე თუ არ გავედით, შარას თუ არ გავწდით, ვიქნებით მოქცეული შარაში. შარში ვიქნებით გახვეული, შარში და შარში ვართ გახვეული. Let's go. დავიწყოთ ახლა განხილვა, მოდი ისევ აი ამ ადგილზე. პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ის. დედა. წავიდა ახლა კალამი. კალამი.
ის, ინი და სარი. ი, ლი. ი და ი, გავაკეთოთ ი და ლ თავში. ი და ლ თავში. ი არის ეს ერთ სიხშირეზე, ლ არის თავში. ესე იგი, ლასი გამოდის ერთი წუთით მეგობრებო დავჯდები. ახლა მე სკანს მოვიტან და დავჯდები. ძალიან საინტერესო სადღაცა მივდივართ და ძალიან მაინტერესებს ახლა ეს ამბავი. გამოდის რომ ი და ლ არის თავში, ხო? აი ახლა რასაც წარმოგიდგენთ მეგობრებო, სხვათა შორის ეს ცნობიერება ქალბატონმა მარი დედა მარი შენი გვარი როგორ დამოვიწყე, ახლა თავში მაქვს და ვერ ვიხსენებ. გავაცხადებ, ეხლა დაიძაბა გონება და გვარი არ მახსენდება. ხუციშვილი გამახსენდა. მარი ხუციშვილის დაკვირვებიდან ვაკეთებ ეხლა აი ამ სქემას, რომ სამ კუთხედში ზის ჩვენი სიტყვები, მაგალითად դ, ე, д, м, а, м. ხო? ამ სამ კუთხეს შეგიძლია ესეც დაწერო მაგალითად м, უბრალოდ м, а, м. გააჩნია, ხო? შეგიძლია ესე დაატრიალო და შეგიძლია ესე დაატრიალო. უბრალოდ ესე დაატრიალო. აირია, მოიცა ერთი წუთი. აი ხლა ესე. ნახე, ჩვენ ხო თქვით რომ დედრი ტრიალებს ესე, მამრი ტრიალებს ესე. თუ სამკუთხედში ჩვენ ჩავსვავთ д, ე, д, ას ამის მიმართულებით, ანუ ამ მიმართულებით, მაშინ ესე უნდა დავწეროთ. და თუ მამრი არის м, а, м ამ სამკუთხედში ჩასმული, მაშინ ესე ტრიალებს, ნახე? და ეს ირღვევა, იმიტომ რომ მამრი არის მდედრ ენერგიაში. მოდი ახლა მამრი ენერგიაში ჩავსვათ, ნახეთ? ესე კი არა, აი ესე ჩავსვათ მამრი. და დავიწყოთ м, წავიდა м, а, м, ხო? აი ამ მიმართულებით წამოვიყვანოთ. მაშინ დედ და მამ სამკუთხედებში ესე ჩაჯდებოდა. ყველანაირად. ეხლა ეს იზე გადავიდეთ ი, ლ, ი, ხო? თქვათ, წავიყვანოთ დედრი მიმართულებით ილია. სიტყვა ილია. თუ მდედრი მიმართულებით წავიყვანთ სიტყვა ილიას, მაშინ ის ლ თავში მოექცევა და იქნება მდედრ პოზიციაში. ანუ არა გამართულ პოზიციაში, მაგრამ მოდი გავმართოთ ილია, ვიცით, მამრის სახელია, ხო? მოდი გავმართოთ ი, ლ, ი. ნახეთ? აქ უკვე მამრის პოზიციაში დგას ილი, ანუ ესე ტრიალებს, ხო? დედრი ესე ტრიალებს. თუ მამრის პოზიციაში გადავა ილი, მაშინ ლასი მოექცება ქვემოთ. ლასი უნდა ვცნოთ. ამბობს 369 ტესლას კოდი ლაზარეს ენით. ლაზარი ქართული ანბანია. თუ ლასი უნდა ვცნოთ, მაშინ ვცნოთ. ამ სქემის მიხედვით ლასი ყველა შემთხვევაში დაბლა ექცევა, იმიტომ რომ მამრის სქესის წარმომადგენელია სიტყვა ილია მამრის სქესის წარმომადგენელია და თუ კი ჩვენ ლს თავში დავაყენებთ, მაშინ ის მდედრის სქესის წარმომადგენელია და დარღვეულია პრინციპი. ანუ პირ ველი სიტყვა დარღვეულია, იმიტომ რომ თუ პირის ველი არის
და ენერგეტიკული ველი მდედრი მოძრაობს ასე. რატომ მოძრაობს იცით მდედრი ასე მეგობრებო? ნახეთ? ბორჯღალი ტრიალებს ესე. და აი ეს რო არის. აი ეს ტრიალებს ესე. ისმით? რომ შევცვალოთ, რა მოხდება, რომ შევცვალოთ. ამას თუ დავატრიალებთ, აი ამას თუ დავატრიალებთ ესე. მაშინ ეს აბსოლუტურად არაფერს არ ავნებს კაცობრიობას. კაცობრიობას რა ვითარებას, იმიტომ რომ აქ კუთხეები იცავს, ჭრის, ჰაერს და არ კეპავს. და ვთქვათ დავატრიალებთ პირიქით, ხო? თუ პირიქით დავატრიალებთ ამ ლის. აი ესე თუ დავატრიალებთ ლის, ხო? მაშინ პირდაპირ მნიშვნელობით არაფერი არ გაჭრის ჰაერს არ გაჭრის ეს კუთხეები და აი ესენი ჩაესობა ადამიანს პირდაპირ დაკეპავს. აი ესე თუ დავატრიალეთ რა, პირდაპირ მნიშვნელობით არაფერს არ გააფრთხილებს, ანუ ჰაერს არ გააფრთხილებს და მოკლავს. მკვლელია ეს, თუ კი პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? ჰიტლერს ჰქონდა ეგ სხვათა შორის ეგ თემა ჰქონდა ზუსტად ჰიტლერს, რომელიც ვერ ურჩიეს ნორმალურად ინდია იმაში, რა ქვია, ინდოეთში, სად იყო ისინი რო არიან დალაილამები. ხო, ვერ ურჩიეს ნორმალურად, იმიტომ რომ არ იცოდნენ, ქართული ენა არ იცოდნენ იმათმა ნორმალურად. და არასწორი მიმართულებით დააყენებინათ აი ეს სვასტიკა ესეთი იყო რა, ჰიტლერის. შეტრიალებული იყო და ამით ყველაფერი დაანგრევინეს. მაგრამ მათ რომ ცოდნოდათ აი ამ ენერგეტიკების მამრიდან მდედრი მიმართულების სწორი პოზიცია და ის რომ ილია არის მამრის სახელი და მამრი უნდა იყოს აუცილებლად დაბლა დატრიალებული სამკუთხედში და სიმბოლოებია რა ყველაფერი და არა მაღლა აღირავებული. აი ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ არასწორ პოზიციაზე რატო ვდგავართ, ენერგეტიკა რატომ არის იცით დარღვეული? ლ გვიდგას მაღლა. ლ არ უნდა იყოს მაღლა. ქვემოთ უნდა იდგეს ლ. ეხლა ეს რატო პირიქით რომ დავატრიალოთ ეს, აი ესე რომ დავატრიალოთ ეს, ხო? ესეც დაკეპავს, ნახე, პირდაპირ ესობა ესენი სივრცეს. პირდაპირ მნიშვნელობით ესობა და იმაშობა აფუჭებს. და რო ტრიალებს, ვთქვათ, სხვა მიმართულებით, ხო? მაშინ იმაშობა რა, აფრთხილებს ეს, ნახე, ნაზია უფრო, ლმობიერია. და ჩვენ ხო გვეგონა რომ ეს მდედრია და ეს მამრი. არა და პირიქით რო ყოფილა, იცით? მოდი განვიხილოთ ისე, დაუბრუნდეთ I, L, ის. ეხლა ბევრს ეს არ ესმის რას ვაკეთებ, მაგრამ თუ ილის დავუბრუნდებით, აი ამ პოზიციაზე, ჩვენ ხედავთ რომ L დგას თავში. ლასი თუ თავში დგას, მაშინ იუდა დგას თავში. რატო არის იუდა, იცი? იუდა არის ლასი, იმიტომ რომ საწავიღე ჩემი ანბანი საწავიღე. ბანი. ნახეთ რა, აი ძალიან ადვილია, ყველაფერი ძალიან ადვილია. ყველაფერი ძალიან ადვილია, ჩემო მეგობრებო, ლასი უნდა ვცნოთ. ჩვენ დავარქვით იუდას მე-12 მოციქული 30 ვერცხლით. ესეთი ისტორია დაუსახელეთ. ნახე, რას გვეუბნება, სად უნდა იდგეს ლასიო? ქვემოთ უნდა იდგესო ლასი და არა ზემოთო. ზემოთ რო იდგეს, მაშინ ესე იქნებოდა, ნახე, აი, ესე იქნებოდა. მაგრამ ლასი ქვემოთ უნდა იდგესო და თუ ლასი ქვემოთ უნდა იდგეს,
მაშინ ინი და ინი მაღლადგება მაღალ ხაზზე და ისინი გაორდებიან, ხედავ, ორნი არიან. და ლასი არის ცალკე. თუ ინი და ინი ერთ ხაზზე დგანან თავში. მაშინ პოზიცია ძალა ეკარგება იუდას. იუდას რა უყვარდაო? მანი. მე რა არისო? მანი და ენი. აი სად მივედით, ხედავთ? მე აი აქ მივედით ისე. იუდას თუ უყვარდა ფული, ეს არის ფული. და ფუ რა რისი აღნიშნელი არის? ფუთხი. ფუნა. ფული. ფული. თუ დაბლა ჩამოვა. თუ დაბლა ჩამოვა, ხო? მაშინ იუდა თავისი ფულით იქნება ქვემოთ. ანუ მატერიალური სამყარო დაიწევს დაბლა, თავის პოზიციაზე დადგება, იმიტომ ის დაბლა დგას, თავში არ დგას, თავში ზენი დგას. ზენი თუ თავში დგას, ხო? ლასმა არ უნდა მოინდომოს, რომ თავში იდგეს. თუ ლასი მოინდომებს, რომ თავში იდგეს, ზენში თუ იდგეს, ხო? ის თავის პოზიციას კარგავს. ყველაფერს თავის შესახელი უნდა დაერქვას. მაშ დავაყენოთ ის თავის ადგილზე ფულთან. ფულთან თუ დავაყენებთ, მეგობრებო, ხო? მატერიაში დავაყენებთ. მატერია არის აი აქ. შემდეგ მოდის მენტალი და შემდეგ მოდის ზენი. მატერიალური ავა მენტალურში და ასტრალურში. აი ეს არის ჩვენი ანბანი. ბანი არის ყველაზე დიდი. მხედრული ბანი. ნახეთ რა მხელაა. და ეს ბანი, ესე კი არ არის ჩვენ როგორ ვწერთ, აი ესე რო ვწერთ. ეგეთი არ არის, ბანი არის აი სრულიად გაწონასწორებული. აი ბანი რა არის. ეს არის ბანი, მეგობრებო რა. ხედავთ როგორ გასწორდა? და განი ნახეთ როგორ არის. მოდი ეს განი გადავწიოთ აი აქ. აქ გადავწიოთ. და აი აქ ნახეთ. ეს ოთხკუთხედი ამოყირავდება. და ეს ოთხკუთხედი რო ამოყირავდება, მიიღებს აი ამ ფორმას. ნახეთ. და როდესაც ამ ფორმას მიიღებს, ნახეთ როგორი სარკე არის. აი ეს ჰარმონიაშია ამასთან და ამასთან. როგორც აირეკლა ერთმანეთი, ხედავთ? ირეკლავს ერთმანეთს. ესე ვერ ირეკლავს ერთმანეთს. აი გადმოაყირავე, აბა, აცდა ეს აქ მოხდება და ეს აქ მოხდება. აბა გადმოაყირავე, ეს რომ მოკეცო, ამაზე დააჯდება. ეს ამაზე დააჯდება. ყველაფერი ერთმანეთს აჯდება და ხო. Was du den Jimmy-Schlüssel getan? Jimmy-Schlüssel? არ ვიცი, დედიკო, იქ უნდა იყოს, იქ სარკესთან დავდე. და ანუ ეს ნაწილი უნდა მოვატრიალოთ. ეს ნაწილი უნდა მოვატრიალოთ. და ამას რომ მოვატრიალებთ. ნახე, აი აქ რაღაცა იქნება. აუ, როგორ მაინტერესებს რა. ეხლა ეს რო გადავკეცო. ხო? ეს თუ შექმნის რაღაცა ფორმას, რომელ ფორმაშიც ჩვენ გვექნება. ანუ ეს უნდა გასუფთავდეს რა. ნახე, აქ ეხლა არის ქაოსი. აქ ქაოსია. აქ რა უნდა მოხდეს, იცით? აქ უნდა მოხდეს ქოროსის თვალი სად არის? რაც ეწოდით.
არა ეს ანუ ეს ნახე თანია აქ თანია და თანი როცა არის ონი აი აქ ონი მოკლედ ეხლა ნახეთ ეხლა რა არის აქ ეს უნში ხედავთ რომ არის აი ესეთი თაღი ხო ესეთი თაღია აი ეს რო გადავკეცოთ ეხლა ხო ეს რო გადავკეცოთ ჩვენ არ ვიცით შექმნის თუ არა ამ ფორმას ჯერ არ გამიკეთებია ეგ ექსპერიმენტი ყველა შემთხვევაში ეს როდესაც გადაიკეცება ესენი სარკისებურები არიან ეს როდესაც გადაიკეცება შუაზე უნდა შექმნას თაღი და როდესაც თაღს შექმნის მაშინ იქნება ყველა ასობგერა სწორ პოზიციაზე დამდგარი ანუ პირველი სიტყვა გამოვა მაშინ ნახე ბანი გასწორდა ჯვარი გასწორდა განი გადახრილია და ყველა ის დანარჩენი ასობგერები მოთავსებულია ამ რომბში რომელიც გადახრილია როგორც კი გადმოიხრება ეს ყველა ასობგერა დადგება თავის ადგილზე მაგრამ ყველა ასობგერა უნდა ჩაისვას გადმოხრილ რომბში ოთხკუთხედში კი არა რომბში უნდა ჩაისვას და რომბში რო ჩაისვას მაცხოვრის სვეტიცხოვლის მაცხოვრის ფრესკა ხო იცით სვეტიცხოველში მაცხოვარი რომბში ზის და არა ოთხკუთხედში და მაგისი სრული მნიშვნელობა როგორ რატო ჩასვეს მაცხოვარი რომბში რატომ ზის მაცხოვარი რომბში შემდეგ რატომ აქვს მას წრე და შემდეგ რატომ არის ეს 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი მის გარშემო და შემდეგ რატომ არის მზედამთვარე მის სიმბოლოები ქვემოთ დახატული და მათი ქორწილი წარმოდგენილი ამ სიმბოლოზე ყველაფერი ნათელია უკვე თუ კი ჩვენ ამ ოთხკუთხედს გარდაქმნით რომბად მოვატრიალებთ ეხლა გადახრილები ვართ აი გადახრები გვაქვს ნახე გადახრები გვაქვს იმიტომ არის გადახრები რომ ქალს თავი კაცი გონია და კაცს თავი ქალი გონია და ზოგს ცხენი გონია თავი ზოგს ცხვარი ზოგს იესო ქრისტე ზოგს თამარი და ზოგს კიდე ძაღლი და რა ვიცი 1000 გვარი ზოგს თაგვი ზოგს გველი და ზოგს ჭირი მე რა ვიცი აი ესეთი 1000 გვარი გადახრები გადახრები განი სანამ გადახრილია გადახრებს ვერ მოვიშორებთ განი გავმართოთ რა ეხლა მე რო გეუბნებით განი გავმართოთ ხო შემიძლია დავჯდე და დავიწყო ხაზვა და გავმართო მე და ყველაფერი მე ხო არ უნდა გავაკეთო თქვენს გააკეთეთ რომ მეუბნებით ილოცეო აგერ ვილოცე და იყოს ნება შენი უფალო მოახერხებინე ამ ხალხს რამენაირად რომ გაასწორონ ანბანი ყველაფერს მე ხო არ ავიღებ ჩემ თავზე ხო არ წაგართებ თქვენს ხო უნდა გააქტიურდეთ რაღაცით რა ახლა მე ყველაფერი შემიძლია იმიტომ რომ ყველაფერი ვარ მაგრამ ამის განხორციელება აუცილებელი არ არის რომ ყველაფერში და ყველაფერი მართლა ვაკეთო მე უკვე ვაკეთე ყველაფერი მე შევუერთდი იმ პირველ ყოფილ სინათლეს და ვიცი რომ ყველაფერი შემიძლია მაგრამ ჩემ თავს არ ვცდი შემიძლია თუ არა თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი დახმარება დავეხმარები და თუ გსურთ დაგეხმარებით გუშინ მქონდა საუბარი ერთ ადამიანთან მე ვარ ვწერო იმიტომ რომ დავწერო მომკლავენო და შემდეგ იმ ნაწერებს თვითონ აიღებენო აი ესეთი აზრია მართალია ეს კაცი ვინც წერა მოკლეს შემდეგ აიღეს აგერ ბერი გაბრიელი თავის ცხოვრებაში არ აღიარეს და მისი ნაწერები რა ამოაკლეს რა ჩაუმატეს ღმერთმა იცის კაცი შვილ არის ის რა გაუკეთეს იმ კაცს საბოლოო ჯამში რომ მოკვდა მერი აღიარეს ხო და სანამ მოკვდებით და სანამ მკვდრებს განდიდებაში ამყოფებთ ცოცხლებს ვერ დაინახავთ და ცოცხალი სანამ ადამიანია მასში ეძებეთ წმინდანი და არა მკვდრებში გესმის აი ეს არის ილის დაზიანებული სული იმიტომ რომ ლს თავში უნდა ყოფნა
და როცა ადამიანი კვდება სულს რო განუტევებს, მაშინ აღიარებს, იმიტომ რომ ფიზიკურ ველში ის კონკურენციას აღარ განიცდის. მაგრამ სანამ ფიზიკურ ველში რომელიღაც წმინდანი ლსთან კონკურენციას განიცდის, მანამდე ილია იქნება თავამოყირავებული. და თუ კი ილია თავს დაიმდაბლებს, მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი თავის მწყობში ჩადგება, ილიაც თავის მამრ პოზიციაში ჩადგება და ჩვენ ვიქნებით ყველანი ბედნიერი. აბაჰე, აბაჰო, წავედი.